ეშმაკმა რო იცის, ცოდნა ასეთი უნდა. რაც არ უნდა ისწავლო, რამდენიც არ უნდა შეიმეცნო, ეშმაკზე მეც ვერასდროს შეისწავლე. მაგრამ ეშმაკის ქმედება რამდენად შესაბამისობაშია ჭეშმარიტების ცოდნასთან, ეს ჩვენ კარგად ვიცით. პირიქით, რამდენადაც მან იცის ვინ არის ღმერთი და ვისთანაა საქმე, იმდენად ცდილობს ეს ცოდნა გამოიყენოს ჩვენს გასანადგურებლად. და ასე რომ ცოდნა კი არ არის მთავარი, რომ ეს სწორად წამდეს ვინ არის ქრისტე. არამედ თუ სწორად წამს ვინ არის იესო ქრისტე, მაშინ ისიც უნდა მახსოვდეს როგორი არის იესო ქრისტე, როგორ მაგალითს გვაძლევს ცხოვრებისა ის ჩვენ. რა ზნეობრივ მაგალითს გვაძლევს ის, როგორ ცხოვრობდა ის ადამიანებში. თავმომწონე იყო, ამპარტავანი იყო, ქედმახალი იყო, თუ თავმდაბალი იყო, უბრალო იყო და მოსიყვარულე იყო. აი ეს თუ დაკავიწყდა, რა აზრი აქვს იმის იქით, სწორად იტყვი, რომ იესო ქრისტე განკაცდა. ანუ ქრისტეს მსგავსებისკენ თუ არ მიისწრაფი, რა აზრი აქვს დანარჩენ ცოდნას?